სოფელ აწყურის განახლებული სატყეო-სამეურნეო გზა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაათვალიერეს. 8 კილომეტრის სიგრძის გზის გაწმენდა რეაბილიტაცია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ განხორციელდა. სააგენტო მოსახლეობისთვის ტყიდან შეშის გამოტანასაც უზრუნველყოფს. ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის მოსახლეობას გამოეყო 6000 კუბომეტრამდე მოცულობის ტყეკაფი. შეკეთდა 8 კილომეტრი გზა, გარემონტდა და დღესდღეობით ახალციხეში აწყურის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, რომ მარტივად ისარგებლოს ტყეკაფით, ამოვიდეს გზაზე და გაიტანოს იმ რაოდენობის შეშა, რა რაოდენობის შეშაც მას სჭირდება ზამთრის პერიოდში გასათბობად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სატყეო გზების შეკეთება, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივ მოსახლეობას სამოსალი და საშიში მერქნის მოპოვებაზე და წლევანდელი ზამთარს ადგილობრივ მოსახლეობა უფრო მობილიზებული ხდება. დროულად შეგვიკეთეს გზები და დროულად ვამზადებთ ხე-ტყეს. დროულად მივიტანოთ საახალწლოდ ჩვენთვის აი ეს გამოყოფილი ხე-ტყე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. შეუზღუდავია ჩვენთვის აი იმ ხე-ტყის დამზადება, რომელიც ჩვენ ოჯახებს ესაჭიროება.